დროც დადგა ბინათ მესაკუთრეთა ამ ხანაგობების სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად ნაკლებ თანხას გადაიხდიან. ეს თბილისის მთავრობის ინიციატივა გახოლთ და მის ფარგლებში ნებისმიერ ამ ხანაგობას საშუალება აქვს ნაკლები დანახარჯით მოიწესრიგოს საცხოვრებელი გარემო. ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ის, რომ თბილისის ყველა კორპუსი გახდება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ამისთვის თვითონ ამ ხანაგობას მხოლოდ სიმბოლური 1%-ის თანამონაწილეობა მოუწევს. ამ თემაზე ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად საბურთალოს რაიონის გამგებელი ბატონი ბექა მიქაუტაძე უკვე სტუდიაში და ძალიან მალე დაგიბრუნდებით მასთან ერთად, მაგრამ მანამდე ვნახოთ სიუჟეტი. თინათი მრევაზაშვილი ეტყით მოსარგებლია. სახლიდან სამსახურში ყოველდღე დიდი გზის გავლა უწევს, თუმცა როგორც თავად აღნიშნავს, ქალაქში გადაადგილება მისთვის ყოველთვის პრობლემას წარმოადგენს. იმის გამო, რომ თბილისში ძალიან ბევრი შენობა არ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გათვალისწინებული, თინეთის კორპუსებში შეღწევა უჭირს და ნათესავებსა და მეგობრებთან სტუმრობაზე ხშირად უარის თქმა უწევს. ქალაქის მერიის ახალი ინიციატივით გამგეობები იღებენ ვალდებულებას, რომ საცხოვრებელი კორპუსების შესასვლელები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირდეს. ბინათ მესაკუთრეთა ამ ხანაგობები კი ამ პროექტის განხორციელებაში სიმბოლური 1%-ის თანადაფინანსებით ჩაერთვებიან. თინეთინის თქმით, თუ მთავრობა ამ პროექტს განახორციელებს, ის ყოველდღიურად ბევრ სირთულეს თავიდან აიცილებს. Mēs ახალი ინიციატივა უკვე აჩენს იმედის ნაპერს კალს, რომ რაღაცნაირად საზოგადოებას და სახელმწიფოს იქნებიან ერთად ჩართულები, რომ ზოგადად ქალაქი მოარგონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და ჩვენთვისაც იყოს საშუალება, რომ შევახციოთ პადიეზი იქნება, სადარბაზო იქნება ეს თუ ნებისმიერი დაწესებულება, იმიტომ რომ ზოგადად ეხლა მაგალითსაც ხედავთ, რომ არის უზარმაზარი საფეხურები, სადაც ვერ ახვალ ვერანაირად. კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის თავმჯდომარის გიორგი ძნელაძის განცხადებით, კარგი იქნება თუ პროექტის განხორციელების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იქნებიან ჩართულები. თავარი რომ ტექნიკური პირობები იყოს სწორედ გაანგარიშებული და თქვა შეთანხმებული იმ ხალხთან, რომელმაც ესე იცის, შეიძლება კორპუსების პროექტები რამოდენიმე ტიპის იყოს, ამიტომ ყველაზე ცალ-ცალკე უნდა შემუშავდეს ტექნიკური პარამეტრები, თქვა ტექნიკური მოთხოვნები და კარგი იქნება, რომ ამის განხორციელებაშიც თვითონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც დასაქმდნენ. თბილისის მთავრობის ინიციატივით ასევე მნიშვნელოვნად იკრებს ბინათ მესაკუთრეთა ამ ხანაგობების პროცენტული მონაწილეობა სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში. ეს მოსახლეობას საშუალებას მისცემს ნაკლები დანახარჯით საკუთარი საცხოვრებელი პირობები გააუმჯობესოს. ვაპირებთ წყლის მილების შეცვლას მთელი კორპუსის. ხოდა სადღაც ვიხდიდით ჩვენი წილი იყო 30% და 70 მერიის. შევიტანეთ უკვე ეს. ხოდა უცებ ამ დროს გავიგეთ რომ 85-ზე გამოდის რა. ხოდა ნუ ეხლა ეს დიდი შეღავათია მაინც სახელმწიფოსთვის. დაწოლებულია ყველაფერი, მოშლილია ყველაფერი. არ გვაქვს პირობები რომ ვიმოძრაოთ როგორც გვინდა. თუ გააკეთეს მერია და დაგეხმარება და დაგვაფინანსებს, ეს უსაზღვრო საშუალებას მოგცემს ჩვენს რომ ვიმოძრაოთ და ვიყოთ სრულფასოვანი ცხოვრებითი ცხოვრება. ახალი ინიციატივა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სამთებერვალს დაამტკიცა. თბილისის მერია კი პროექტის განხორციელებას უახლოეს მომავალში დაიწყებს. დავბრუნდით ეთერში უკვე სტუმართან ერთად შემოგვიერთდა საბურთალოს რაიონის გამგებელი ბატონი ბექა მიქაუტაძე. მოგესალმებით, მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. სიუჟეტში ვნახეთ, რომ მხოლოდ 1%-ის თანამონაწილეობა მოუწევს ამ ხანაგობებს, რომლებსაც უნდათ, რომ მათი კორპუსი იყოს ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის. როდის დაიწყება ამ ყველაფერზე მუშაობა? სამთებერვალს უკვე გადაწყვეტილება მიღებულია. როდიდან შევა ძალაში, ასე ვთქვათ, ეს ინიციატივა? პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მეორე გეტყვით, რომ უკვე ეს წესი ძალაშია, გუშინელი დღიდან გუშინ გამოქვეყნდა საკანონმდებლობას ნიშნავს, ამიტომ ძალაშია და ყველა ეს განცხადება, რომელზეც გადაწყვეტილება იქნება მიღებული დღეის მერე, ანუ გამგებლის ბრძანება რაც გამოვა, უკვე ამ წესით იმოქმედებს, თორემ ხოლო დანარჩენი რაც იყო აქამდე უკვე პროცესია, ის ძველი წესით იმოქმედებს.
რაც შეეხება 1%-იან სიმბოლურ თანადაფინანსებას, ეს ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამაში და ქალაქის მერის წინასაარჩევნო პროგრამაში და ჩვენ გვინდა თბილისში მთლიანად გავხადოთ გარემო ადაპტირებული ეს არა მხოლოდ ტროტუარებს შეეხება, არამედ ყველა კორპუსს, სადაც ჩვენ გავდავხარჯოთ თანხას, გავაკეთებთ სახურავს, გავაკეთებთ ლიფტს და ასე შემდეგ, დამატებით ბონუსის სახით იქნება ადაპტირების გაკეთება და ამით ჩვენ შევძლებთ, რომ 2 წელიწადში ალბათ ფრიად დავამთავროთ აღნიშნულ პროექტს. რადგანაც ეს ჩვენ პროექტი არ მომხდარა იმის გამო, რომ ჩვენ უბრალოდ გვინდოდა რაღაც წინასაარჩევნო თქმულები დაგვეწერა, არამედ პირიქით პირველივე დღიდან მოსვლიდან თუ ნახეთ მერის ინიციატივები და მერის სათქმელებზე ყოველთვის ამაზე ამახვილებდა ყურადღებას, რომ ტრანსპორტი უნდა გახდეს ადაპტირებული და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ ის, რომ შეშემოწმებს სრულფასოვანი გადაადგილების საშუალება და სრულფასოვანი მოქალაქეობის საშუალება მიეცეთ და არაერთი პროექტი განხორციელებოდა ამასთან დაკავშირებით. ესეც ერთ-ერთი ამ პროექტის შემადგენელია, ალბათ საკმაოდ საინტერესო, იმიტომ რომ აქ მარტო პანდუსებზე არ არის საუბარი, ზოგიერთ შემთხვევაში ლიფტებზეც იქნება საუბარი და თანადაფინანსება, რა თქმა უნდა, 1%-იანია, ჩვენ შეგვეძლო 0 თავიდან საკრებულოში ჩვენ წარდგენა ქონდა 0%, თუმცა ეს იურიდიულად ვერ ხერხდებოდა, რადგანაც თუ თანამონაწილეობა რაღაც პროცენტი უნდა იყოს. ეს პროცენტი რა თქმა უნდა სიმბოლურია და პირიქით ალბათ უნდა გიხარო და საქმეში რო იყოს მონაწილეობა. ერთი რამ მაინტერესებს, სავარაუდოდ ეს ძალიან ინდივიდუალური, ანუ ყველა კორპუსს რაღაცა ისეთი კონკრეტული ხარჯი იქნება ინდივიდუალურად, მაგრამ დაახლოებით რა ჯდება? არ იქნება ძვირი არ არის, სადღაც ალბათ 500 ლარიდან დაიწყება და გააჩნია ხა თუ სტანდარტებით გააკეთებ ლიფტის მონტაჟს, სადღაც 8000 ლარამდე შეიძლება გავიდეს, თუმცა ეს 8000 ლარი ალბათ ძალიან იშვიათი იქნება. იმიტომ რომ უნდა იყოს ძალიან მაღალი კიბეები და ეგეთი ძალიან ბევრი არ არის თბილისში. ალბათ 500-დან 1000 ლარამდე. კარგი, კიდევ ერთი კითხვა, თქვენ თანამონაწილეობა შესაბამისად ძალიან მცირე იქნება. აღნიშნეთ, რომ ძველი დაწყებული პროექტები დარჩება ძველი, ასე ვთქვათ, კანონის მიხედვით და გაგრძელდება იმ პროცენტული თანამონაწილეობით, რაც იყო ადრე. ბევრია ასეთი? ძალიან ბევრი არ არის, ეს ჩვენი ნებასრულით არ არის, ჩვენ განმორჩილი ხალხი ვართ და კანონს მივყვებით, ამიტომ როგორც წესი არა, პროცესი რაც მიმდინარეობს, თუ ბევრია. არა, ძალიან ბევრი არ არის, ჩვენ როცა ვიცოდით კიდევაც, რომ ეს სამი თვე ამ საკითხზე მუშაობთ, ეს ჩვენი სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, ჩვენ კიდე სხვა გრანდიოზულ პროექტებზე გვაქვს ჟელობა და უკვე პრინციპში ბოლოშიც ვართ გასული და ერთ-ერთი განმავლობაში ჩვენ თბილისელებს შევსავარდეთ სულ ახალ პროექტს, რასაც ქვია ამხანაგობების პოპულარიზაცია. ჩვენ გვინდა რომ ყველა მესაკუთრეს თბილისში, რომელიც ცხოვრობს მრავალბინიან კორპუსში, შევიდეთ ყველა ოჯახში და ვასწავლოთ რა არის ამხანაგობა. როგორ უნდა ჩამოყალიბდეს, როგორ უნდა განვითარდეს, როგორ უნდა გააკეთოს ერთწლიანი სამუშაო გეგმა, როგორ უნდა ჩამოაყალიბოს პრიორიტეტები, როგორ უნდა დაალაგონ, მოაწესრიგონ 5-10 მეზობელმა ერთმანეთში ის წესები, რომელსაც შენ უნდა იცხოვრონ. ანუ ეს და მათი აქტიურობა აუცილებელია. რა თქმა უნდა, და ეს მნიშვნელოვანი თემა ასევე შემოსავლის გენერირების პროექტებზეც გვექნება საუბარი მათთან, იმიტომ რომ ბევრ ამხანაგობა შეუძლია ამხანაგობისთვის სასარგებლო ბიზნეს რაღაც აქტივობა გააკეთოს, მაგალითად თონე გააკეთოს რო პირველ სართულზე ან ეზოში ამავდროულად შეუძლია ლიფტები გასულთ აუდიტორის თემა. ამ ლიფტებზე კაპიკი არ აუღია ამხანაგობებს. ანუ ნებისმიერი რეკლამა რომ განთავსდეს, გარეთ იქნება, კორპუსის გარეთ იქნება, ცენტრალურ ქუჩაში თუ შიგნით ლიფტებში. ამაში რა თქმა უნდა ამხანაგობა მონაზღაურება მიიღოს. აქამდე ეს იყო ძალიან დახურული სისტემა, დახურული თემა. ანუ თქვენ გაქვთ გამზადებული ესეთ შეთავაზებები, რა შეიძლება მაგალითად გაკეთდეს ნათიკას კორპუსთან. ანუ თქვენ შეგიძლიათ, ანუ თქვენ ამას გეგმავთ რომ მიხვდეთ და უთხრათ რომ აი ეს შეგიძლიათ. ჩვენ ეს ბანკიერი პრაქტიკა რაც იყო რომ თევს ვაზრებდით ადამიანებს დაეჭამეთო. რაც იყო 370 მილიონი დაიხარჯა 400 მილიონი ლარი დაიხარჯა თბილისში სახურავების შეკეთებაში და ლიფტებში. ეს რა თქმა უნდა კარგია. ამან გადაარჩინა ბევრი კორპუსი. თუმცა იდეაში აი როგორ უნდა გააკეთოს სტატიკას კორპუსმა რაღაცა არავინ არ იცის. თქვენც არ იცოდეთ როდის კეთებოდა ლიფტი, როდის კეთებოდა ის ვიღაცა მეზობელი შემოგვიდა და რაღაცაზე ხელს მოგაწევნა და წავიდოდა, ხო? რეალობად თქვენი თანამონაწილეობა იქ არ ჩანდა. ამ დროს ამხანაგობა ეს არის შექმნილი იმისთვის, რომ თქვენ საერთ საკუთრებას მოუვაროთ. ეს თქვენი საკუთრება, ჩვენი როგორც ხელისუფლების თანამონაწილეობა, ჩვენი კეთილი სურვილია და იმის განცდა და შეგრძნება, რომ ქვეყანაში არის ეკონომიკური კრიზისი და სიდუხჭირია, ესე რომ თქვენ და ყველა მოსაკუთრეს არ აქვს 3-3 ლარი დადოს და სახურავი გააკეთოს. ამქიდან გამომდინარე გეხმარება თქვენ მუნიციპალიტეტები, ამ შემთხვევაში თბილისის მუნიციპალიტეტი და ეს რაიონული გამგეობის სახით. რომ თქვენ არ გაქვთ ამის საშუალება, თუმცა მე უნდა დავინახო როგორც გამგეობელმა, რომ თქვენ ამის სურვილი გაქვთ, რომ შეკრიბოთ თქვენი
მაქსიმალური რესურსი, ეს არ არის მხოლოდ ფინანსური რესურსი. ეს არის თქვენი ინტელექტუალური რესურსი. თქვენმა დაიგეგმოთ, დასუფთავებას არ ჭირდება გამგებელი. დასუფთავებას არ ჭირდება თანამონაწილეობა. არ ჭირდება ის მინიმალურ თემებზე შეთანხმება კორპუსში. რომ თქვენი საკუთრება, მე სულ ვადარებ ხოლმე და ყოველთვის ეს მომაქვს მაგალითად რომ 10 კაცი ვართ, ხო? 10 კაცმა ჩვენი საერთო ვერ მართეთ და ვერ შევთანხმდით როგორ მართოთ ჩვენი საკუთრება 10 კაცი. ჩვენ როგორ შევდეთ ან ქალაქის ან ქვეყნის მოვლენას. ერთი რამე, ერთი კითხვა გამიშთა ეხლა აქ და მე მგონი ლოგიკურია. ეს იქნება კეთილი ნება ამ სამეგობროების და სამეზობლოების თუ ეს ვალდებულება. აი ხა შეხედეთ როგორი თემა იყო. აქამდე ამ 370 მილიონში რომელიც დაიხარჯა თბილისის ბიუჯეტიდან, ხო? კაპიკი არ დახარჯულა იდეის პოპულარიზაციაზე. არავის არ უთქვია ამ ხანაგობის სწორებისთვის რა არის მათი მოვალეობა. ყველა მისის უფლება რა არის. უფლებით ნაწილში ყარათავად ვიცით რა უფლებები გვაქვს, მაგრამ მოვალეობა რა გვაქვს ერთმანეთის წინაშე ეს არ ვიცით. ჩვენი ახალი პროექტის მიზანი იქნება ყველა ოჯახში შევიდეთ და აუხსნათ რა არის მათი მოვალეობა, როგორ უნდა ჩამოაყალიბონ, რა უნდა გააკეთონ. ეს ეტაპობრივია ხა ერთ დღეში ჯადოსნური შეხედვით. თუმცა ჩვენ სწორ საფუძველს ჩაუყრით. სწორს აი მე მაგალითად ყვები ხოლმე ყველგან მე ამ თემაში ვარ 97 წლიდან. პირველი რაც შეხება პროფესიული მქონდა 97 წელს პარლამენტში თვითმმართველობის კომიტეტში და მივედი, იყო კონდომინიუმის კანონი თარგმნე ის რა ქვია ფლორიდის. და იმ დღიდან მე სულ ამ სფეროში ვარ და ძალიან აი მართლაც სისხლში მაქვს ეს სფერო და ძალიან მიყვარს. 2001-ში მომეცა საშუალება რომ დამეწყო დიდი პროექტები, პირველი 4 კორპუსი სახურავი გადავხურეთ ზესტაფონში, პირველი ამხანაგობები იქ შევქმნით, თუმცა მანამდე გულიკოზმობადეს ჰქონდა სხვა პროექტი, სერიალური კორპუსიანი, თუმცა წინსვლა ვერ არ ჰქონდა მაშინ იმას, იმიტომ მზაობა არ იყო ხელისუფლების და შემდეგ თვითონ უნდა იყოს შემდეგ აი უბრალოდ დავაზუსტებ რა. როგორი თემა შემდეგ ეს თემა მოედო რამოდენიმე ქალაქს თბილისში შემოვიდა მე მგონა რომ ყველაფერი კარგად წავიდა და თუმცა გადაიტანეს უკვე წინა საარჩევნო თემა და ამ ხანაგობის თავმჯდომარეები სამწუხაროდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური ნიშნის მიმართ და არა იმის მიმართ მიზნად რომ კიდეც 2002 წელს ვიყავი სლოვაკეთში. იქ იყო კორპუსი სადაც ხროვანი ხალხი ცხოვრობდა რა 70 წელს იმ კორპუსში 9 საათზე სტუმარი აღარ მიდიოდა. ამ ხანაგობას დალაგებული ქონდა ეგ თემა, რომ იმ კორპუსში 9 საათის მერე სტუმარი აღარ მიდიოდა. ძალიან მარტივად კორპუსი ნახეს და ზაღლი გააჩუმეს. მეზობლებმა თქვენს შეიკრიბა ამ ხანაგობას საერთო კრება და თქვენს რომ ეს ზაღლი რომელიც მესამე საფუძვლზე მეზობელს აყენებს გვაწუხებს. გასაგებია. ანუ ეს არის თვითმმართველობის პირველი დონე. ამ შემთხვევაში ეს ახალი ინიციატივა რას გულისხმობ, რა გაუმჯობესდება? ძალიან კარგია და უნდა ჩამოყალიბდეს რა თქმა უნდა იგივე კულტურა ამ ხანაგობების, მაგრამ ეს არის უკვე იმ პროექტებზე სახურავის შეკეთება, ლიფტების შეკეთება, იმაზე უკვე ვისაუბრეთ, რაც არის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. აქ თავარი რაც არის. აქ რაც თავარია, ჩვენი კონტროლი და მონიტორინგი გაიზრდება. ანუ ის რომ ღური აღარ იქნება ეს პროექტი რა, იმიტომ რომ ვინ დასაკეთებდა, ვინ ამოწმდა, დღეს ძალიან ბევრი ადამიანი მოდის და გვეუბნება რომ შარშანტი გაკეთებული სახურავი გაგვიფუშტა. შარშანტი გაკეთებული სადარბაზო გაფუშტა და პასუხისმგებლობა რეალობაში არავის არ აქვს აღებული ამაზე. ამიტომ ჩვენ საერთიანი წესი შევიმუშავეთ, რომ ყველა სამუშაოებს შეამოწმებს და მიღება ჩაბარების აქტს დაამოწმებს და შეამოწმებს საბოლოოდ თბილისის მერიის მიერ გამოყოფილი ორგანიზაცია ეს ალბათ უდიდესი ალბათობით ეს იქნება IP ლაბორატორია სადაც შეიქმნება სპეციალური სამართალო და არა მხოლოდ საბოლოო სამუშაოებს ჩაბერს მინერალებს ესაც შეამოწმებს და მინდის საუბრები რომ წინასწარი ხარჯდაგეცვას მან შეაფასოს იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ მაქსიმალური კონტროლი იყოს ამ თანხის და რა თქმა უნდა გარანტია გქონდეს იმისა რომ ვინც მომწოდებელი არის ვინც შემსრულებელი არის მას ჰქონდეს მაღალი პასუხისმგებლობა. ამავდროულად ჩვენ ჩავდეთ ის რომ ვისაც უნდა რომ ამ ხანაგობაში ამ პროექტი გააკეთოს მინიმუმ 30,000 ლარიანი სამუშაო გამოცდილება მაინც უნდა გქონდეს. ანუ არ გვინდა რომ ჩვენ იყოს საექსპერიმენტო პოლიგონი ამ ხანაგობა სადაც ნებისმიერი ორი ადამიანი აი მე და თქვენ შეგვექნა ინმე წარმოის ფირმა გაწავსულიყო და გაუკეთებინა ეს სადარბაზო ან თანამონაწილეობასაც შეეხება ამ პროცენტულ მაჩვენებაში კი ბატონო ჩვენ ძალიან მოკლედ მიპასუხეთ რა მე მგონია რომ სანამ ბოლომდე დაზიანდება რაღაცა მისი მცირედი დაზიანების შეკეთება უფრო ადვილია. ამისი მუდმივი მონიტორინგი არ ხდება ასეთ სამსახურებში. ამას უნდა ახორციელდეს თვითონ ამ ხანაგობა. ეს საკუთრება მერიის არ არის. და სახელმწიფოს. ეს არის საერთო საკუთრება იმ ცხოვრები ადამიანების.
და ამასაც ვასწავლით ჩვენ ამ ახალი პროექტით, როგორ უნდა მოვლაპატრონობა, როგორ უნდა გააკეთონ, რომ სამთვეში შემოდგომა როცა არის ფოთლებიდან უნდა გაწმინდონ საწოდებილები და ასე შემდეგ. ან შეკრიბონ, კეთილინებონ, შეკრიბონ თანხა და ვიღაცა დაიქირავონ და მოვლაპატრონობაზე იმასაკან. ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს ამ ხანაგობას. ძალიან დიდი. ოღონდ ცოდნა არ არის, განათლება არ არის ამის. და ჩვენ ვიზმოვოთ იმას, რომ ინფორმაციას მივიღოთ. ეს არის ერთიანი და ორწლიანი პროექტი. მე ვერ ვიტყვი იმას, რომ 2 წელიწადში მე შედეგი დავდეთ მეთქი. გალაქტიკის მერიაში. თუმცა მე გაძლევთ პირობას, რომ წლების განმავლობაში ამ ხანაგობა ჩამოყალიბდება ისეთ თვითმმართველ ერთეულად, რომელიც შექმნის ასოციაციებს და ამ ხანაგობის ასოციაციებს გვექნება. ძალიან მალე რომელიც ნაგავი აღარ გადმოყარონ მე-7 სართულზე. ეს შინაგანი განწყობა ადამიანის უკვე არსებულ ამ ხანაგობებს პროცენტულ მაჩვენებელზე შევჩერდით, აინტერესებთ ალბათ ის თანამონაწილეობა რა იყო და რა შეიძლება. აი ჩამოგითვლით, თუ გნებავთ ეს ჩვენ ვებგვერდზე არის და ვებგვან არის ვებსაიტზე. ესე იგი როგორც თქვით, შეშემოპირებისთვის ადაპტირება და პანდუსები ამ სპეციალური ამწეები და ლიფტების მონტაჟი 1%, შენობის ბრტყელი სახურავის შეკეთება 25% იყო და გახდა 20%, კორპუსებში ლიფტების შეკეთება 30% იყო და გახდა 20%, შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შეკეთება იყო 30% და გახდა 15%, სახურავის წყალსატევი მილის შეკეთება იყო 50% და გახდა 20%, ეზოს საერთო სარგებლობის ჭიშკრის აღდგენა სადარბაზოს დამზადება, კარების დამზადება და მონტაჟი 30 იყო და 20 გახდა. ამ ხანაგობის კუთვნილი მიმდებარე ტერიტორიის დაფიქსირება თითელ ხაზებში მოქცევა 50% იყო და 10% დავაკრეთ 40% გახდა და დანარჩენზე 10%-ია დაკლებული. ეს არის პანელურ შენობაში ნაპრალების შეკეთება, რემონტ ბზარების და ნაპრალების 30-დან 20%-ად ჩამოიყვანეთ. მიშენებული კონსტრუქციების მდგრადობის დადგენა 30 პრობლემა შემცირდა. თითქმის ყველა რამოდენიმე საშემოქმედო ძალიან საკმაოდ შემცირდა და იმედი გვაქვს რომ ამეთი ჩვენ ადრე კითხვა დამესვეს უფრო მეტი ფული გაუშვდა მერიას ვარა. იგივე ასებული თანხებით რაც გვქონდა ჩვენ უფრო კარგად გავაკეთებთ მენეჯმენტს, უფრო სწორად გავაკეთებთ და უფრო მეტ პროექტს გავაკეთებთ ვიდრე ადაკეთებოდა. იმიტომ რომ ყველაფერს სჭირდება სწორი მენეჯმენტი. შეიძლება მილიარდი ქონდეს და ვერ დახარჯოს სწორად. მაგრამ შეიძლება 100 მილიონი ქონდეს და ისე კარგად დახარჯოს რომ მილიარდი საქმე გააკეთო. ამიტომ ჩვენი ახალი თავრობის ქალაქის თავრობის მიდგომა არის ესეთი. სწორად ყაიათენად უნდა მივიდეთ. ამიტომ ჩვენ ყოველდღიური შეხვედრები გვაქვს ყველა გამგეობას შესაბამის ამხანაგობის განყოფილებებთან, იგივე IP ლაბორატორიასთან, იგივე სხვადასხვა ორგანიზაციებთან, რომლებიც მიიღებენ შემდგომ ახალ პროექტებში მონაწილეობას, რომ დეტალურად სუსტად ვიცოდეთ ყველა ჩვენი ფუნქციები, რომ ეს სისტემა აეწყოს ისე, რომ მოქალაქეს არ შეექმნას პრობლემა. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. მაყურებელს შევახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო საბურთალოს რაიონის გამგებელი ბატონი ბექა მიქაუტა და ჩვენს ეთერში რეკლამის დროა და ძალიან მალე დაგიბრუნდებით.